ნანა კაკაბაძე, ბიძინა გიორგობიანი, ვატო შაქარიშვილი, ლევან ნიკოლეიშვილი. პროდასავლური ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის ფარგლებში დღეს სასამართლოში ჩვენებები ოცნების სატელიტი პრორუსული პარტიის ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრებმა მისცეს. პროკურატურამ 2025 წლის 8 თებერვალს საბოტაჟის მცდელობისა და მტრულსაქმიანობაში დახმარების მუხლებით გამოძიება სწორედ ამ პირების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ეს არის ფართო აგენტურული ქსელი, რომელიც არის დაორგანიზებული, რომელიც არის დაფინანსებული უცხო ქვეყნებიდან და რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ წარმოვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა. ეგრეთ წოდებული ბმულები, ფოტოები, განცხადებები, ქმედებები, დაფინანსების ოქმები, დაფინანსების წყაროები. ჩვენ მოუყარეთ ამ განცხადებებს თავი, მივეცით ჩვენ ამას სამართლებრივი სახე და შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება და ეხლა მიმდინარეობს პროცესი, რომელზეც წარმოდგენილი არიან ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც ნაწილი სხვათა შორის იმ ადამიანებისა, იმიტომ რომ კიდევ იყო უფრო მეტი ადამიანი მოხსენიებული. ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომები კვირაში ორჯერ იმართება. დღევანდელ პროცესს 8 ბრალდებული პოლიტიკოსიდან მხოლოდ ბადრი ჯაფარიძე და ზურა ჯაფარიძე ესწრებოდნენ. ფორმატი არ არის ისეთი, რომ მაგეთა პროკურორს კითხო, რომ ესენი ხალხსაც ბოდავენ. ამას ეთანხმებით და ეს რაღაცა თქვენი ამ ბრალის ნაწილია, ამიტომ ვარ ჩვენ აქ, მაგიტოზე ვართ, ამას ეთანხმებით. ამ კითხვას ვერ ვსვამ, იმიტომ რომ კითხვას არ გასმევინებენ. კითხვას არ გასმევინე კი არა, რავი, ჩაკუჩი იქნებს მოსამართლე. რა კითხვა უნდა დაუსვა მართლა? აი ამას უყვება ადამიანი, რა უნდა დაუსვა? მართლა მაინტერესებს, აი მე რაც მოუყვები, ამას უყვება ადამიანი, ჩემი აზრით ის ან დასაწვენია, აქ მოსაყვანი არ არის, ანუ ან დასაწვენია, ან გამოსაკოლევია რა ჭირს ხო, რა სყვება. ანუ რა შეიძლება, რა უნდა ვკითხო ახლა მაგაზე, რომ მართლა გჯერა ვატო შენ ამ ბოდვის, მაგას ხوار შეეკითხები. ისინი ამბობენ, რომ CIA აწყობდა გადატრიალებას საქართველოში. შესაბამისად ბრალდებულები თანამშრომლობდნენ სწორედ CIA-სთან და ისინი მიიჩნევენ, რომ მტრული სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ, გახლავთ ამერიკა. ლევან ნიკოლეიშვილმა სასამართლოს მისცა ჩვენება, რომ ამ აგენტურული ჯგუფის მხარდამჭერი და თანამოაზრე გახდათ ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და როგორც მან ითხოვა და მთხოვა პირადად, რომ არ გამომრჩენოდა არავითარ შემთხვევაში, ქალბატონი მართა კოსი. ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემ. მან პოლიტიკოსების სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. რაც შეეხება პოლიტიკურ კვალიფიკაციას, პოლიტიკური კვალიფიკაცია ძალიან ცხადია. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები მთელი ამ წლების განმავლობაში არიან დაკავებული საბოტაჟით საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამას ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც და ამას ისინი აკეთებენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში. საბოტაჟი პოლიტიკური თვალსაზრისით არის სრულიად ცხადი. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ბუნებრივია ამ ფაქტებს სამართლებრივ შეფასება უნდა მისცეს სასამართლომ და შესაბამისად დავალოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. პროკურატურა გიორგი ვაშაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისათვის მტრულსაქმიანობაში დახმარებას ედავება. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პატიმრობაში მყოფ ელენა ხოშტარიას ბრალის 3 მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საბოტაჟს ამ დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულსაქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტს პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი ბრალის საბოტაჟის მუხლით აქვთ წარდგენილი, მათ 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.